2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკაში, ამოცანა ნომერი 20. წყალში მოტივტივე მყარ სხეულზე მოქმედი ამოგდები ძალა დამოკიდებულია ამ სხეულის, დამოცემული გვაქვს აქ სავარაუდო პასუხები. მაგით ახლა მოდით ესე მოვიქცეთ, ავიღოთ რაღაცა ჭურჭელი. ასე. ჩავასხათ შიგ წყალი. ასე ბატონო ჩემო, ესე წყალით ჩავასხით. და ავიღოთ რაღაცა m-მასის სხეული ახლა. რაღაცა m-მასის სხეული ავიღოთ, რომელიც გითხრის, რომ წყალში ტივტივებს. კი ბატონო, ეხლა ამ m-მასის არის m-მასის სხეული. ეხლა ამ m-მასის სხეულზე იმოქმედებს ფსკერისკენ მიმართული m-ჟე სიმძიმის ძალა. და რადგანაც გვიგთხრეს, რომ ეს სხეულიო წყალში ტივტივებსო, ესე იგი გაწონასწორებული არის ეს m-ჟე ძალა, m-ჟეს საპირისპიროდ მიმართული. f ამოგდები ძალით. და წონასწორობის პირობა იქნება, რადგანაც ეს ორი სხეული ერთმანეთის გაწონასწორებულია, გამოგვდის, რომ ესე იგი f არქიმედეს ამოგდები ძალა ტოლი არის m-ჟესი. ეხლა თუ დავაკვირდებით ამ ტოლობას, არქიმედეს ჟ მუდმივი სიდიდე არის თავისუფალი ვარდნის საჩქარება, ესე იგი არქიმედეს ძალა დამოკიდებული იქნება მხოლოდ ამ სხეულის მასაზე. იმის მიხედვით თუ მასა სხეულის იქნება დიდი, შესაბამისად არქიმედეს ძალა იქნება დიდი და პირიქით. ანუ საბოლოოდ შეგვიძლია დავწეროთ, რომ პასუხი არის მხოლოდ მასა. არქიმედეს ძალა ამოგდები ძალა დამოკიდებული არის მხოლოდ მასაზე. პასუხი A.